რას ამბობს დიდიე დეშამი კვარაცხელიაზე, ლუის ენრიკეს კომენტარი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ და რამაზ სვანაძის ემოციური მიმართვა გასახდელში, გამარჯვების შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ ამერიკიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენთან ერთად კალიფორნიაშია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ ებრძადება. პარის სენ-ჟერმენი ტურნირის ბ ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. პირველი 32 გუნდიანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დამთავრდება. ქართველის გუნდი კი პირველ შეხვედრას 15 ივნისს 23 საათზე ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრის ნახვა კი პირველ არხზე იქნება შესაძლებელი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონატის დაწყებამდე მოკლე კომენტარი გააკეთა. ეს შესანიშნავი გზნობა, უნიკალური. ახალ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან გვიხარია, რომ აქ ვართ. ახლა დროა კარგად მოვემზადოთ. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფანტასტიკურია. მოუთმენლად ველით ვარჯიშის დაწყებას და მომავალ კვირას ტურნირის დაწყებას. კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოუდგენელია. ახლა კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. რაც შეეხება ატლეტიკოს. კარგია, რომ პირველი შეხვედრის ჩატარება ევროპული კლუბის წინააღმდეგ გვიძებს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ნებისმიერ გუნდთან შესახვედრად მზად ვართ. თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება პარის სენ-ჟერმენის და ატლეტიკოს დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი მანამდე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გაღიზიანებით შეხვდა კითხვას, თუ რატომ ვერ აჩვენებს მისი გუნდი ისეთ დომინანტურ თამაშს, როგორიც ეს პარის სენ-ჟერმენმა მოახერხა. დეშამმა პასუხისას ქართველის გვარიც ახსენა. კვარაცხელია, ჰაკიმი, მარკინიოსი, ვიტინია, ისინი ფრანგები არ არიან. რა ვქნათ? ნამდვილად არ ვაპირებ იმაზეც უწონს, რომ მე თითქოს ვინმეზე ნაკლები ფეხბურთელები მყავს. თუმცა რა ვქნათ? შეუძლებელია უბრალოდ დააკოპირო და შენთან დანერგო ის, რასაც პარის სენ-ჟერმენი აკეთებს. შესაძლებელია თუ არა იგივეს გამეორება? დიახ, ამისთვის საკმარისი დრო არსებობს? არა, ჩვენ სამუშაოდ გაცილებით ნაკლები დრო გვაქვს ვიდრე კლუბებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ქართველი ფრანგების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. ახლა კი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველო, რომელმაც პოლონეთთან პირველი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ შეხვედრის დაძაბული პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდა, თუმცა მეორე ტაიმში ლომინაძის გოლით ჩვენი ნაკრები დაწინაურდა, მაგრამ მალევე პოლონელებმა 11 მეტრიანის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინეს. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ 94 წუთზე გორდეზიანის გოლით ჩვენმა ბიჭებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ჩვენი მეკარის ლუკა ხარატიშვილის თამაშიც, რომელმაც საქართველოს ნაკრები გაშვებული გოლისგან ბოლო წუთზე შესანიშნავი თამაშით იხსნა. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა. შემდეგ კი პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებთან ერთად ისაუბრა. ჩვენი არჩევანია. ან ამ მოგებით ვამთავრებთ ყველაფერს, ან პირიქით უმატებთ და უმატებთ. ისე როგორც ეკადრება გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია უფრო მეტ რაღაცაზე, ვიდრე თუნდაც ერთ თამაშს მოგებთ. ეს უკვე წარსულია. მორჩა. არა ხვალიდან, დღეიდან დაიწყებს ლატვიის საფრანგეთისთვის. იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა წამოწევს. ნარად, შვიდად შეიმოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე დაივიწყეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ურთულეს თამაშია და ყველაზე კარგია, რაც არის. როგორც ყოველთვის. ყოველთვის დამოკიდებული ვარ ჩვენთვის. გილოცავთ, ჩიგირებით ხართ და მადლობა. მადლობა მოლოცვისთვის, მეც მინდა რომ ყველას მოგილოცოთ. დღევანდელი გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ტრავმებს რაც შეეხება, დღევანდე ამ წუთის მონაცემით არ ჩანს სერიოზული არაფერი. ლომინაძემ ყავს ხედველობაში, რა თქმა უნდა, იყო მცირე პრობლემები. ეს პრობლემები მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ლომინაძეს ბოლო რამოდენიმე დღე იგივე რუმინეთთან თამაშზე ჰქონდა პაუზა და რეალურად ყველაფერი კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი, მაგრამ დღევანდელი სურათი, ამ წუთის სურათი ისეთია, რომ ტრავმა სერიოზული არ ჩანს. ჩვენთვის რეალურად ყველაზე მთავარი არის ეხლა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ძალიან მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა წავიდა დღეს. დღეს ყავდა ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ ითამაშეს თამაში, ძალიან დიდი დატვირთვით, ამიტომ ვფიქრობთ ერთადერთ რამეზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ძალების აღდგენა. არ შეიძლება არ გამოვყოთ დღევანდელი საზონოვის თამაში, იმიტომ რომ
ურთულესი იყო, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს ეხება, უბრალოდ საზონოს განვიხილავ იმ წრეში, რომ ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ მან ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც რეალურად მისთვის არ შეიძლებოდა ესეთი დროის თამაში, ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რასაც ველოდით თავიდან ბოლომდე პოლონეთის ნაკრები დახვდა ის გუნდი. სტრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე, ორთაბრძოლებში ძალიან კარგი. ჩვენი დავალება რაც იყო და რეალურად ეს ბოლო 2 კვირა რაც შევიკრიბეთ, თავიდან ბოლომდე ჩვენ უკვე პოლონეთის სათამაშო სტილზე და ფილოსოფიაზე ქონდა აწყობილიც და მორგებულიც თითოეული ჩვენი ვარჯიში. ამიტომ ვთვლი რომ ამ ყველაფერმა იმუშავა და თამაშის დაახლოებით 80%-ში მიმდინარეობის იყო მონაკვეთი, უკვე აღნიშნე კიდევაც გაშვებული გოლის შემდეგ და ვთვლი რომ ეს 11 მეტრიანი არ იყო ლოგიკური იმ მომენტში, თორემ მაგის შემდეგ უკვე ქონდა მცირე პერიოდი, როდესაც რეალურად გაუშვით თამაშს სადავები ხელიდან, მაგრამ კარგია რომ მცირე დროით გაგრძელდა ეს ყველაფერი. საერთო ჯამში მადლობელი ვარ ფეხბურთელებს, იმიტომ რომ თითოეული დავალება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული, განსაკუთრებით ეს ტაქტიკურ ნაწილს ეხება, მათ ყველაფერი ზედმეტწონით შეასრულეს. მე კარს ფეხებში გავუძვა, აი მან ვიგზენი გულმა მიგძნო უკვე გოლი გადიოდა რა და აი ძალიან ბედნიერი ვარ. თითოეულ ფეხბურთელს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, ბრძოლისთვის 90 წუთი ვიბრძოლეთ, აი ყოველ თითოეულ წუთი ბრძოლაში გავატარეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, პირველ სამი ქულა ავიღეთ, ყველაფერს ვიზამთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და მოვემზადებით ახლა შემდეგი თამაშებისთვის. ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო, ასე რომ ვთქვათ. ვაგრძელებთ ახლა მომზადებას ამ დარჩენილი 2 თამაშისთვის და ვესწრებით მაქსიმალური ამოვიღოთ ამ 2 თამაშიდან, იმიტომ რომ ჯერ არ დამთავრებულა არაფერი, კარგ სიტუაციაში ვართ, ჩვენ ხელშია ყველაფერი და უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. გარდამტეხი დღევანდელ თამაშზე ის იყო, რომ მონდომებულები ვიყავით, აი ამან გადაწონა, ჩემი აზრით ყველაფერი არ დავნებდით ბოლო წამამდე, მაქსიმალურად ჩავერთეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამან გამოიღო შედეგი ჩემი აზრით, ერთობამ და ერთიანობამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტურში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 14 ივნისს ქალაქ ჟილინაში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოვიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.